გამარჯობა, როგორც დაგპირდით, წლის ბოლოს განსხვავებული ფორმატის გადაცემა საქმე გვექნება. მოგეხსენებათ, ვინც ჩვენს გადაცემას მთელი წლის განმავლობაში ადევნებდა თვალს, გასული წელი ძალიან საინტერესო და წარმატებული იყო ზოგადად უძრავის ქონების სექტორისთვის. ზრდა იყო ყველა მიმართულებით, ამიტომ გადავწყვიტეთ უფრო მეტი გავიგოთ თუ რამ განაპირობა ამ სექტორის წარმატება გასულ წელს და რა იგეგმება მომავალ წელს. ახლა ძალიან საინტერესო ლოკაციაზე მოვედით, სადაც რამდენიმე წელიწადში თბილისის ახალი ცენტრი იქნება, ქალაქის ახალი ცენტრი, მულტიფუნქციური, აბსოლუტურად განსხვავებული და ძალიან მასშტაბური, ასე რომ ერთად წავიდეთ და ვნახოთ სად გაშენდება ქალაქი ქალაქში ცოტა ხანში. მაშასე ახლა ჩვენ ვიმყოფებით არქის საახალწლო ქალაქში, ეს არის Grand Avenues ტერიტორია, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ექსკლუზიურად მასპინძლობს არქელებს, მათ აქ დახვდებათ ძალიან საინტერესო საახალწლო შოუ პროგრამა, გემრიელი საახალწლო ნუგბარი, აი ეს ნაძვისხი არის ასევე აღსანიშნავი, იმიტომ რომ ჯორჯ კობის უნიკალური საახალწლო სათამაშოებით არის მორთული და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მეწარმეების გამოფენა გაყიდვა, თუმცა უფრო დეტალურად ამ ღონისძიების და ზოგადად კომპანიის საომავლო გეგმების შესახებ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი არქის დამფუძნებელი ილია წულაია იქნება. დღევანდელი ღონისძიების შესახებ ალბათ თქვენს უფრო მეც გვეტყვით, ხო? ძალიან საინტერესო და არაჩვეულებრივი გარემოა არქელებისთვის შექმნილი. არქი არის ერთი დიდი ოჯახი, ჩვენ ყოველთვის ამას ვუსვამთ ხაზს. ხედავთ, რამდენი არქელია შეკრებილი, ათასობით არქელია დღეს, გუშინაც ათასობით არქელი იყო შეკრებილი. ჩვენ გავაკეთეთ სპეციალური საახალწლო ბაზრობა არქელებისთვის და საჩუქრებით დაჯილდოება. ჩვენი ტრადიციაა, რომ ჩვენ ოჯახის წევრებს, არქელებს ყოველწლიურად საახალწლო ჩუქრით საჩუქრებს. წელს გადავწყვიტეთ, რომ ამ საჩუქრებთან ერთად დამატებით საახალწლო ბაზრობა მოგვეწყოთ Grand Avenue-ში და გადაგვეცა საჩუქრების სწორედ აქ და თან კონცერტი ღონისძიება. გუშინ წინ ჩვენ მქონდა სხვათა შორის ასე ვთქვათ სპეციალურად მოვიყვანეთ ბავშვები და იმათთვის დახურული ღონისძიება გავაკეთეთ. პირველი დღე ეს მესამე დღეა ფაქტიურად და ძალიან ისიამოვნებს ბავშვებმა მისი ყველაფრით და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს სხვადასხვა ელემენტები ავსებს. გარდა იმისა, რომ იქნება, აი ნაძვისხით რო დავიწყო. გარდა იმისა, რომ არის თოვლის ბაბუა, რაღაც სხვადასხვა ღონისძიებებია, ერთ-ერთი გამორჩეულია ნაძვისხი მაგალითად. ეს არის ჯორჯ კობის სათამაშოებით დაწყობილი ნაძვისხი. ვინ იყო ჯორჯ კობი? ჯორჯ კობი იყო ქართველი ემიგრანტი და ჩვენ სხვათა შორის ბევრი ემიგრანტი ყავს. მოხარებელი წარმატებული ემიგრანტი იყო ჯორჯ კობი, რომელიც ძალიან დიდი მეწარმე გახდა, პირველი მილიონერი შეიძლება ითქვას ემიგრანტი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში წავიდა ამერიკაში, შექმნა სათამაშოების ქარხანა და მისი სათამაშოებითა ეს ნაძვისხი აწყობილი, ძალიან დიდი და ცნობილი ადამიანი იყო ჯორჯ კობი. ასევე ჩვენ მეწარმეები ყავს, იქეთ შეგვიძლია წავიდეთ და გადავინაცვლოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იქნება თვითონ აი ამ ბაზრობის გამოფენა გაყიდვის ნახვა. აქ ეხლა ჩვენ ყავს მეწარმეები, სადაც დამწყები და ასე პატარა მეწარმეები, რომელთაც აქვთ დახლები გამოტანილი და ზუსტად აქ არის ჩვენი საახალწლო ბაზრობა და მათ წარმოდგენილი აქვთ, ეხლა შეგვიძლია დავათვალიეროთ სხვადასხვა ტიპის საქონელი. აი ხედავთ და ჩვენ არქელებს აქვს შესაძლებლობა შეიძინონ ეს საახალწლო და პატარა მეწარმეებისგან სხვადასხვა ტიპის საქონელი. ამაში ჩვენ რა თქმა უნდა ერთ-ერთი ასე ვთქვათ საჩუქარი სწორედ ჩვენი არქელებისთვის არის ვაუჩერები, რომელსაც ანახდებენ ჩვენ მეწარმეებთან. დაახლოებით 50-მდე თუ 60 მეწარმეა წარმოდგენილი, თქვენ ხედავთ ამ დახლებს და სხვადასხვა საჩუქრებთან ერთად გადავსვათ ვაუჩერებს, რომელსაც ანახდებენ ჩვენი არქელები აქ და თვითონ რომ ვისაც რა საჩუქარი უნდა და რაც მოსწონთ, იმას შეიძლება მეწარმეებისგან. ეს ორ მხრივად კარგია, ბუნებრივია, ერთი რომ ჩვენ არქელებს მადლიერებას გამოხატავთ და საჩუქრებს გადავცემთ საახალწლო, მეორე მხრივ ვეხმარებით მეწარმეებს. არქი მეწარმეული კომპანია, ასე ვთქვათ, ნოლიდან შექმნილი კომპანიაა და მეწარმეული სულის კომპანიაა და რა თქმა უნდა გვიხარია, რომ მეწარმეებს, რომლებიც დღეს პატარები არიან, ხვალ დიდები რო გახდნენ და ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ჩვენ გულისხმობ არქის ერთმა დიდმა ოჯახმა. რადგან წლის ბოლოა და წლის შემაჯამებელი ინტერვიუ, პირველ რიგში რა თქმა უნდა წლის შეჯამებით მინდა დავიწყო და რამდენად საინტერესო მნიშვნელოვანი იყო ეს წელი თქვენთვის, თქვენი ბიზნესისთვის და შეგიძლიათ თუ არა ამ წელს უწოდოთ წარმატებული. შემიძლია ვთქვა
დაბეჯითებით, რომ ძალიან წარმატებული წელი იყო. შაშან წელს თუ შევადარებთ წლევანდელ წელს, ასე ვთქვათ, გაყიდვებს დაახლოებით 70%-ზე მეტი მატება, რაც არსებითი ასე ვთქვათ მატებაა და მსგავსი ტიპის მატება ფაქტურად ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპანიის ისტორიაში არ გვახსენდება, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან წარმატებულად შევაფასებდი ამ წელს. ბევრი მიმართულებით გაიზარდა კომპანია, ბევრი სიახლეები დანერგა, როგორც მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით, ისე ჩვენი არქელების მომსახურების მიმართულებით, ბევრი ძალიან საინტერესო და ახალი პროექტი დაიწყოთ, მათ შორის ერთ-ერთი ეს Grand Avenue, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, რომლის ხოლშიც ჩვენ ვიმყოფებით და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წელიც არანაკლებ წარმატებული იქნება. აი 10 ბალიანი სისტემით რომ შევაფასოთ, რამდენი ქულით შეაფასებდით აი ამ მიმდინარე წელს და არის რაღაცები, რისი გაკეთებაც გინდოდათ და უბრალოდ ან ვერ შეძენით, ან ვერ მოასწარით და გადადეთ შემდეგი წლისთვის. ცით მე ვიტყოდი, რომ ალბათ 9 ბალი. 10 არასოდეს არ არის ალბათ, რაღაცა ყოველთვის არის, რისი გაკეთებაც უფრო უკეთესად შეიძლება და რისი გაკეთებაც უფრო მეტის გაკეთება შეიძლება და მაგრამ ვერ მოახერხეთ, მაგრამ მე ვიტყოდი 10-დან 9 ბალი იყო, რაც ჩვენ შევძელით და რაც გავაკეთეთ. ითვლება, რომ დეველოპმენტი საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული, წარმატებული სექტორი, გავრცელებული ასეთი მოსაზრება, რომ რაც შენდება, თითქმის ყველაფერი იყიდება. ეთანხმებით აი ამ მოსაზრებას და შეგიძლიათ მოგუყაროთ ერთი არგუმენტი მაინც, რაც აი ამ აქმას გააქარწყლებს. ჩვენ გვაქვს ოფიციალური მონაცემები, კვლევები, რომელსაც ატარებს ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციები, მათ შორის TBC კაპიტალი, განთელ დაგარტი. შესაბამისად ვიცით, რომ მასე არ არის, აჩენდება ყველაფერი არ იყიდება. ბევრ დეველოპერს რაღაცები რჩებათ გასაყიდი და წლების განმავლობაში ცდილობენ რომ გაყიდონ. ამიტომ მსგავსად ნამდვილად არ არის, უფრო მეტი შენდება ალბათ ვიდრე იყიდება. სწორედ კომპანიების კონკურენციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ის არის, რომ სწრაფად და კარგად გაყიდონ დაარწმუნონ მომხმარებლები, რომ მასთან იყიდონ კონკრეტულ დეველოპერთან და არა ზოგადად ბაზარზე. ამიტომ მე ვერ დავეთანხმებოდი და ამის ოფიციალური სტატისტიკა არსებობს, რომელსაც ავტორიტეტული კომპანიები ყოველ თვიურად აქვეყნებენ და წლის შეჯამებასაც გამოაქვეყნებენ. რადგან ახალი წელი, ეს დღესასწაული მაინც რაღაცა ბავშვობასთან ასოცირდება, ბავშვობაში გიფიქრიათ, რომ დადგებოდა დრო და ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენი იქნებოდით? მეწარმე ისე არ არის, თუ ბავშვობიდანვე არ ოცნებობს წარმატებაზე. რა თქმა უნდა, მთელი ბავშვობა და მთელი ცხოვრება, სანამ კომპანია შევქმნიდი მანამდეც და შემდეგაც წარმატების მიღწევაზე ვოცნებობდი, ვფიქრობდი და წარმომედგინა, რომ აუცილებლად დიდ წარმატებას მივაღწევდი. მაგრამ მარტო ოცნება და ფიქრი ამაზე არ შველის, ხო? ამას ბევრი სხვა რამ ჭირდება, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მაგრამ ოცნებით იწყება, თუ არ გჯერა, თუ არ წარმოგიდგენია, იმას ვერ მიაღწევ, რასაც ვერ ხედავ მომავალში და რა თქმა უნდა, ყოველი დღე მაგით ვიძინებდი, რომ წარმატებული ადამიანი ვიქნებოდი და წარმატებას მივაღწევდი ცხოვრებაში. თუმცა ფიქრობდით წარმატებაზე, მაგრამ სხვა სფეროში, ხო, სპორტში? სპორტში ვფიქრობდი წარმატებაზე, მაგრამ მალე მოვეშვი მაგ წარმატებაზე ფიქრს. მე კალაბურზე დავდიოდი ბავშვობაში და როცა დაახლოებით 13-14 წლის ასაკში, როდესაც მივხვდი, რომ სიმაღლე არ შემიწყობდა ხელს და ვერ გავხდებოდი NBA-ის ვარსკვლავი, ამიტომ მოვეშვი, ასე ვთქვათ, მაგაზე ოცნებას და გადავერთე უფრო პრაგმატულ ნაწილში, რომ წარმატებული ადამიანი ყოფილიყავი სხვა სფეროში, იგივე ბიზნესის სფეროში და ფაქტობრივად ბავშვობიდანვე, სადაც 15-16 წლის ასაკიდან უკვე გადავერთე როგორც წარმატების ფიქრზე, როგორც ბიზნესის წარმატების ფიქრზე. გიფიქრიათ, რით გავს სპორტი ბიზნესს? ბევრი რამით. პირველ რიგში სპორტში, განსაკუთრებით გუნდურ სპორტში არის ლიდერობა და უნდა იყო ლიდერი
თუ გინდა შენ წარმატებას მიაღწიო გუნდურ სპორტში და შესაბამისად პატივისცემა დაიმსახურო როგორც შენი გუნდის წევრების, ისე კონკურენტების და კოლეგების. ასევე ძალიან დიდი შრომა, ხო? ჩვენ ვიცით სპორტსმენები, არ არსებობს წარმატებული სპორტსმენი, ვარსკვლავი, რომელიც გამუდმებით არ მუშაობს საკუთარ თავზე. და რაც უნდა ნიჭიერი იყოს სპორტსმენი, თუ არ მუშაობს და ჩვენ ვიცით ბევრი მაგალითი, როცა ნიჭიერი სპორტსმენი იმის გამო რომ საკმარისად არ იშრომა, საკმარისად არ განავითარა საკუთარი ასე ვთქვათ თვისებები, საბოლოოდ მაინც დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. ამიტომ რა თქმა უნდა შრომის ნაწილში ძალიან ახლოს არის და რა თქმა უნდა ბრძოლა, ყოველდღიური ბრძოლაა ეს, სპორტის ბრძოლა, იბრძვი ფეხბურთის შემთხვევაში ებრძვი ოპონენტს, კრივის შემთხვევაში ოპონენტს ებრძვი, ხო, ანუ ყველა სპორტი ფაქტურად ბრძოლაა და კონკურენცია. ამიტომ კონკურენტულ გარემოში უფრო და უფრო ძლიერდები და უნდა იყო კონკურენტუნარიანი, ბრძოლის უნარიანი და გარკვეულმა დამარცხებებმა თუ რაღაცა პატარა, ასე ვთქვათ, წარუმატებლობებმა არ უნდა შეგაშინოს და პირიქით უნდა ისწავლო. ანუ ეგ მენტალიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერი მეწარმის წარმატებისთვის, რომ წარუმატებლობაზე კი არის თრგუნები და უკან კი არის ხევ, არამედ კარგი დასკვნები გამოგავს, როგორც კარგ გაკვეთილს ისე იღებ და წინ მიდიხარ. ხშირად არ ხდება ხოლმე, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მოვდივარ ინტერვიუზე, ვეკითხები სხვებს აზრს ინტერვიუერის შესახებ. ამჯერად ჩემ შვილს ვკითხე, აი თუ რა შეიძლება და მეკითხა თქვენთვის, როგორც ყოფილი კალათბურთელისთვის, იმიტომ რომ ისიც კალათბურთელია. სხვაშორის ბევრი არ უფიქრია და ძალიან ემოციური რამე მითხრა, რომ არ არსებობს ცნება ყოფილი კალათბურთელი. თუ კალათბურთი ერთხელ შეგიყვარდა, გაყვება ეს სიყვარული მთელი ცხოვრება. დღეს რით არის ილია წულაია დაკავშირებული კალათბურთთან? ძალიან კარგი მოგითხოთ თქვენ შვილს, ძალიან სასიამოვნოა რომ სწორი რამ მუთხრათ. მე ჩემ თავს დიდ კალათბურთს ვერ დავარქვევდი, იმიტომ რომ ფაქტურად 15-16 წლის ასაკში დავანებეთავი კალათბურთს, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ფაქტურად კვირაში 2-3 ჯერ დღესაც ჩემ მეგობრებთან ერთად კალათბურთს ვთამაშობთ და ეს არის ჩემი ასე ვთქვათ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტი, რომლითაც ვარ დაკავებული რა. ფაქტურად თუ რამე სპორტით ვარ დაკავებული, 90% არის კალათბურთი და კვირაში 2-3 ჯერ ჩემ მეგობრებთან ერთად კალათბურთს ვთამაშობ, სახლშიც მაქვს კალათბურთის მოედანი და ეს არის გარკვეულწილად ჩვენი ტრადიცია, კალათბურთს ვთამაშობთ მეგობრების, შემდეგ რაღაცა ხდებით, ვსადილობთ, ვსაუბრობთ და ფაქტურად კალათბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია. რა თქმა უნდა, სხვა სპორტიც მიყვარს საყურებლად, იგივე ფეხბურთი რა თქმა უნდა ნომერ პირველი სპორტია, მაგრამ კალათბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია მაინც და მართალი ვთქვამს თქვენ შვილს. წარმატება, მოკლედ, დიდი ასე ვთქვათ, ძალისხმევის გარეშე არის გამორიცხული, მაგრამ ყველა ვინც არის ეს ბიზნესში აღნიშნავს, რომ იღბალს მათ ცხოვრებაში და მათ წარმატების გზაზე ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა და გავლენა ჰქონდა. ყოფილა თქვენს ცხოვრებაში მომენტი, ან რამდენიმე ასეთი, როდესაც გითქვამთ, რომ ვახრა იღბლიანი ვარ? რა თქმა უნდა, თუ რაღაცა ისე ჯდება შენი ცხოვრება, რომ ყველაფერი ხელს გიშლის, გაუთვალისწინებელი ფაქტორები შეიძლება ხელი შეგიშალოს წარმატებაში, მაგრამ მე უფრო მგონია, რომ იღბალს მეტად მნიშვნელოვანია უიღბლობის შემთხვევაში და რაღაცა პრობლემის შემთხვევაში როგორ გადალახავ, რაც წეგან ვისაუბრეთ. მე არ მახსენდება ჩემ ცხოვრებაში რამე ისეთი ერთი მომენტი, 5 მომენტი, ან თუნდაც 10 მომენტი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს არის ასე ვთქვათ, ყოველდღიურობა, თანმიმდევრულობა, რომ ნაბიჯ მიდიხარ წინ. მე ერთ დღეში არ გამხდარ წარმატებული, არ ჩემი კომპანია და არც არქი არ გამხდარ ერთ დღეში წარმატებული. შესაბამისად, მე უფრო მჯერა ისეთი ბიზნესების და ისეთი წარმატების, როცა ხდება ნაბიჯ და საფეხურის გამოტოვების გარეშე წინსვლა და წარმატების მიღწევა და არა ლატარიის ეფექტის წარმატების მიღწევა. დაუშვათ იყიდე პირობითად ვიღაცამ 10 წლის წინ რაღაცა შეიძლება რამე კრიპტოვალუტა და დღეს გაასმაგებულია პირობითად მისი ფასი და რაღაცა ეს არის გამართლება და იღბალი, მაგრამ ეს არ არის დაუშვათ მეწარმეობა, ხო? ან ვიღაცამ ლატარიის ბილეთი იყიდა და მოიპოვა ეს ასეთი და მსგავსი ტიპის რაღაცა ვიყიდე და რაღაცა გავარდა ფაში რაღაცა ტუზი დამეცა ცოტა ესე ჟარგონულად ვთქვათ, ეგეთი რაღაცა
მე არ მახსენდება ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი ასე ვთქვათ ბევრი შრომის ფასად მოდის, მაგრამ მე არ ვწუწუნებ პირიქით ეს მიხარია რომ ესეა, იმიტომ რომ ეს გაძლევს ძალიან დიდ გამოცდილებას და საფეხურების გამოტოვება არ ხდომია ცხოვრებაში, ყველა საფეხური გავლილი მაქვს და რაღაცა ჩავარდნები და გამოცდილების კუთხე ჩავარდნები არ მაქვს ამ კუთხე და შესაბამისად ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე საიდანაც დავიწყე და სადაც ვარ ამ პერიოდის განმავლობაში და ეს ჩემთვის მე ვფიქრობ რომ უპირატესობა. ხო, ადამიანი ზოგადად ცხოვრებაში ყველა ეტაპზე რაღაცას სწავლობ. განსაკუთრებით ბიზნესში გჭირდება რომ რაღაცა შენი ცოდნა, შენი უნარები სულ უფრო გაზარდო, გააღრმავ. გახსოვთ ბოლოს რა ისწავლეთ? ყოველდღიურად ვსწავლობ. შეხედეთ, მე მჯერა რომ ადამიანი ცხოვრების ბოლომდე სწავლობთ ჩვენი კოლეგებისგან, ჩვენი თანამშრომლებისგან, ჩვენი გუნდის წევრებისგან. სწავლობთ იმით, რომ უნდა ვიკითხოთ წიგნები. მე მაგალითად ჯერა რომ მეწარმე სჭირდება ძალიან ბევრი წიგნის წაკითხვა ლიდერობაზე, ბიზნესზე და ასე შემდეგ, რომ უფრო განავითაროს მისთვის გუნდის მართვაზე, რომ განავითაროს მისი სკილები, მით უმეტეს კომპანია რო იზრდება. მე რომ დავუშვათ ჩამეთვალა როგორც პირველ წარმატებას მივაღწია და რაღაც კომპანია ასე თუ ისე ცნობადი გახდა, რომ საკმარისი იყო ჩემი ცოდნა იმისთვის, რომ იმ გუნდს გავყოლო და მე წარმატებას არქი დიდად ვერ მიაღწევდა. ამიტომ სხვადასხვა ერთი ძალიან კარგი წიგნია მარშალ გოლდსმითის ახალ მიზანს ახალი ფორმულა ჭირდება. ქართულად ასეა გადათარგმნილი. ანუ ახალ რაღაც საფეხურამდე შეიძლება რაღაცა ცოდნამ და რაღაცა გამოცდილება მიგიყვანოს, მაგრამ უფრო ზემოთ იგივე ცოდნა და გამოცდილება ვერ წაიყვანს. ამიტომ მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი სწავლა, კითხვა, პროგრამების აღება. მე შარშან დავამთავრე მაგალითად ჰარვარდის ბიზნესმენების პროგრამა, რომელიც 2 წლიანი პროგრამა იყო და ძალიან ბევრი მომცა და ძალიან ბევრი მასწავლა და მე ვთვლი რომ ჯერა რომ კომპანიის ბოლო წლების წარმატებაში, ასე ვთქვათ, ნახტომისებრი წარმატება, რაც მე წეგან გითხარი და ესეთი შარშანდელი წელიც კარგი იყო, დაახლოებით 50%-იანი ზაქონდა და წლევანდელი წლის წარმატებაც სწორედ იმ დამატებითი ასე ვთქვათ ბუსტის დამსახურებაა, რაც ჰარვარდის პროგრამამ მომცამე და იმ ჩემმა კოლეგებმა, პროფესორებმა, რომელიც ჩართულია და ჩვენ ასევე კომპანიაში ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ღირებულება მუდმივი განვითარება. ჩვენ გვიწერია ეს ბლოკნოტშიც, ყველგან გვაქვს დაფიქსირებული და ეს მუდმივი განვითარება არის დაწყებული როგორც ყველაზე ასე ვთქვათ დაბალი პოზიციიდან დაფუძნებლად დამთავრებული. რომ ჩვენ ვცდილობთ რომ ჩვენი ცოდნა, ჩვენი სკილები მუდმივად განმოვითაროთ და წინ წავიდეთ, რომ უფრო უკეთესად მომისახუროთ ჩვენ არქე უფრო უკეთესი კომპანია შევქნათ და უფრო წარმატებული იყოს ჩვენი ასე ვთქვათ კომპანია. ბევრისთვის ჟღერს დაუჯერებლად, როდესაც ბიზნესმენები ყვებიან საკუთარი წარმატების ისტორიას, რომელიც იწყება ფაქტობრივად ნულოვანი კაპიტალიდან და აღწევენ რაღაცა დიდ წარმატებას. აი შეგიძლიათ რაღაცნაირად ეს დამოკიდებულება, ხო? რაღაცნაირად გაუკარწყოთ ამ ადამიანებს, რომ მართლა შესაძლებელია ნულიდან დაიწყო და შექმნა რაღაც დიდი, მნიშვნელოვანი. თუ არ ვიცი, თუ არქის ქვია მნიშვნელოვნის და დიდი შექმნა, ეს არის ზუსტად მაგის ისტორია. ჩვენ, როდესაც მე ჩემ პარტნიორთან ერთად, როდესაც ბიზნესი დავიწყე, ნულიდან კი არა, მინუსიდან დავიწყეთ. და ჩვენ ოფისი გვქონდა ჩემ პარტნიორის მანქანაში. ჩემ პარტნიორი, რამოდენიმე წლის წინ, ასე ვთქვათ, ეგზიტი გააკეთა და დღეს აღარა ვართ პარტნიორები, მეგობრები ვართ, მაგრამ მის მანქანაში ოფისი გვქონდა ფაქტობრივად, წითელი მანქანა ყავდა, Discovery-ს ვეძახდით მის მანქანას და Discovery-ში გქონდა ოფისი, იმიტომ რომ ოფისის დაქირავების ფული არ გქონდა და ყველა ბიზნესზე თუ მშენებლობაზე თუ რაღაცა იმაზე იქ ვსაუბრობდით, იქ გეგმავდით, რაღაცებს განვიხილავდით, საათები გვაქვს მსჯელობაში ამ მანქანაში გატარებული დათვლებში და მოძრაობებში და მინუსი დავიწყეთ, რას ნიშნავს? ანუ ჩვენ პირველი კაპიტალი მანაც რაღაც ბანკში სესხია იყო საკუთარი სახლის ჩადებით, მე ჩემი საკუთარი სახლის და ჩადებით სესხია ვიყი, გავაერთიანეთ ეს კაპიტალი და მაქედან დავიწყეთ ბიზნესი არქის
პირველი საფუძველი მან ჩაეყარა ფაქტიურად და შემდეგ რაღაც ოფისი შევიძინეთ, რაღაც კიდე დამატებით ცესხი და ნაბიჯნავ. ეს არის რეალობა და ეს არ არის ასე ვთქვათ, არც მამაჩემს ან ვინმე ჩემს წინაპარს ან არც ირაკლის არ დაუტოვებია ის რამე დამატებითი კაპიტალი დავიწყეთ აქედან და ეს არის ისტორია, რომელიც დღეს მოვიდა თუ არქის და მე ვქვია წარმატებული ადამიანი და არქის წარმატებული კომპანია ეს არის ფაქტი და იმის ასე ვთქვათ კონტრარგუმენტი, რაც თქვენ შეკითხვა დასვით და დანარჩენი ინსინუაციები, რომ რაღაცა რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი სუნდა წარმატებას ვერ აღწევს წარმატება, მისთვის ეგრეთ წოდებული excuse და გამართლება უბრალოდ საკუთარი თავის არის ის, რომ იმიტომ მიაღწია, რომ ვიღაცა დაეხმარა, ვიღაცამ ფული მისცა და ეს მარტივად დასაბუთებადია, რომ თვითონ იმიტომ კი არ მოხდა ეს, რომ ნაკლებს შრომობს, ნაკლებს ინდომებს, ნაკლებს რისკავს, ნაკლებ დისკომფორტს იქნის კარიერის საწყის ეტაპზე. არა, ამიტომ კი არ მოხდა, იმიტომ რომ ის წარმატებული ადამიანს ვიღაცამ მისცა, ის ვიღაცას შეეკრა არაკეთილ სინდისიერია და ასე შემდეგ. რომ გაიმართლოს საკუთარი თავი. მე მგონი ეს არგუმენტი უფრო მაგ კატეგორიიდან მოდის რა. კვლევები ახსენეთ და სხვადასხვა კვლევები ცხადყოფს, რომ საქართველოში უძრავი ქონების გაყიდვებში დაახლოებით 75% უჭირავთ მკვიდრ ადგილობრივ მოქალაქეებს. აი, დანარჩენი 25% ნაწილდება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე. და ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება, ანუ ინტერესი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან საქართველოს შეიძინონ უძრავი ქონება სულ უფრო მზარდია. როგორ ფიქრობთ, რა იზიდავთ უცხოელებს საქართველოში? საქართველო ძალიან მაგარი ქვეყანაა, მე მგონი ამას უნდა ჩამოყალიბდეთ. განვითარებადი ქვეყანაა. უძრავი ქონების ფასი იზრდება, ჩვენ თუ შევადარებთ 3-4 წლის წინათ უძრავი ქონების ფასი დღევანდელს, შევხედავთ, რომ მარტივი და ეს არის, ხო? დასანახი თითქმის გავარმაგებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ საინტერესოა საინვესტიციოდ უძრავი ქონების რეგისტრაცია ერთ დღეში შეგიძლია, გამარტივებული პროცედურა, ბიზნეს გარემო კარგია, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ინვესტორებისთვის ეს საინტერესოა და ჩვენს დეველოპერები, ბიზნესმენები სხვადასხვა სფეროდან, რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რომ რეკლამა გავუკეთოთ ჩვენ ქვეყანას და წარმოვაჩინოთ ეს უპირატესობები და ინტერესიც აქედან გამომდინარე არის და ეს მზარდია და იქნება კიდე მზარდი. თორე ჩვენ რო შევხედოთ პირობითად დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, იქ უძრავი ქონება შეიძლება ბოლო 10 წლის განმავლობაში 5%-ით არ შეცვლილი იყოს რაღაცა რომელიმე შემიძლია რამოდენიმე კონკრეტული ქვეყანა დავასახელო და იმ ადგილას ყიდულობს ბუნებრივია ინვესტორი უძრავი ქონებას და დებს ინვესტიციას, სადაც მზარდია უძრავი ქონების ფასი, ინვესტიციას დიდი ამონაგები აქვს და რა თქმა უნდა საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო და ყველაზე მიმზიდველია ამ კუთხით, მისი მოწყობით, გარემოთი, ბიზნეს გარემოთი და რა ვიცი აი გადასახადების მათ შორის გადასახადების, თორე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადებია ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში. ხო, როცა ბიზნესს არაკეთებთ, რით ხართ დაკავებული? წეგარმახსენე ერთ-ერთი კალათბურთის თამაში მეგობრებთან ერთად, მეგობრებთან ურთიერთობით, ოჯახთან ურთიერთობით და რა თქმა უნდა, ჰობით, რაც იქნება, მაგრამ ერთი რაღაცა მინდა დავამატო, არ არსებობს ბიზნესმენისთვის და მეწარმისთვის ბიზნესის არ გაკეთება და ბიზნესზე არ ფიქრის რაღაც მომენტი. როცა ხარ მეწარმე, არ ნიშნავს, რომ 6 საათზე ან 7 საათზე ან 9 საათზე მე სახლში წავალ ან დავამთავრე მუშაობა და უკვე ბიზნესს აღარ ვეხები ან ტელეფონს არ ვპასუხობ ან იმეილს არ ვამოწურ. ბიზნესი არის 24 საათი, მაგრამ ამ 24 საათში შენ დაკავებული ხარ ასევე სხვა ურთიერთობებით, იგივე ოჯახთან, მეგობრებთან, ჰობით და ასე შემდეგ, მაგრამ ბიზნესი 24 საათი უნდა მეწარმისთვის ასეა ყოველ შემთხვევაში არ არსებობს ეს სხვა ტიპის სამსახური, ეს არ არის სამსახური 9-დან 5-მდე თუ 10-დან 7-მდე თუ 6-მდე. ხო, ეს არის 24 საათიანი მუდმივი ფიქრი, შრომა და მობილიზება და ეს დიდომა ჩემმა გუნდისეულმა იცის ბევრჯერ მიმიღია მესიჯი ჩვენ ბევრ ჩატში ხამის პირველ საათზე 2 საათზე ჩემგანაც გაგზავნილი რაღაცა იდეა მომშულია გაგვიგზავნია და ასე შემდეგ და ეს არავის არ უკვეს ესა მეწარმეული დამოკიდებულება და ყველა მეწარმე ასე არის. რა გასწავლათ ცხოვრებამ? აი ყველაზე დიდი გაკვეთილი, რომელიც ცხოვრებისგან გამოიტანეთ.
ცხოვრება მასწავლა ყველაზე დიდი რაც არის მნიშვნელოვანი ეს თავიდანვე ვიცოდი რომ ესე იყო მაგრამ დავწმუნდი რომ ჩემ გამოცდილებასთან ერთად რომ ნამდვილად სწორ გზაზე ვიდექი რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი რაც ბიზნესში უნდა შენარჩუნო არის პატიოსნება და სამართლიანობა. სამართლიან და პატიოსად უნდა გქონდეს ურთიერთობა ნებისმიერ შენ კონტრაგენტთან. ეს იქნება შენი პარტნიორი, ეს იქნება შენი კონკურენტი, ეს იქნება შენი მომხმარებელი. ყველასთან უნდა იყოს სამართლიანი და პატიოსანი. და ეს გაძლევს კრედიტებს და გიბრუნებს უფრო სწორად ბენეფიტებს მომდევნო წლების განმავლობაში. მე მჯეროდა რომ ეს პლუსი იყო. საწყის ეტაპზე რთულია ასე საქმის დაწყება, რა თქმა უნდა და საქართველოს თუ ზოგადად არის ზოგადად თელ მსოფლიოში რა თქმა უნდა როცა რაღაცა არაპატიოსად მარტივია რაღაცების შეიძლება უფრო სწრაფად იშოვოს ვიღაცებმა ფული მაგრამ გრძელვადიანში პატიოსად სამართლიანად როდესაც უდგების საქმეს გრძელვადიანში ამაზე ძლიერი არ არსებობს და როცა საწყის ეტაპზე ახალგაზრდა მეწარმე ირჩევს პატიოსთან დაკეთოს საქმე თუ არაპატიოსთან მოკლეგზით მე ურჩევდი ყველას რომ ცოტა რთულია მაგრამ უნდა შეინარჩუნოს ეს პატიოსება და ძალიან მალე ძალიან დიდ ბენეფიტებს მისცემს მისი რეპუტაციის კუთხით, მისი სიტყვის შესრულების კუთხით და ასე შემდეგ და მე ვარ ბედნიერი რომ ჩემი განვლილი ცხოვრება შემიძლია ვთქვა რომ მე ძალიან ბევრ ბენეფიტს მაძლევს ჩემი განვლილი ცხოვრების მიერ გაკეთებული ასე ვთქვათ სწორად გაკეთებული საქმე. გლინტოინმა გაგვათქვა და აი რას უსურვებთ საქართველოს მოსახლეობას? საქართველოს მოსახლეობას 2026 წლისთვის და მომდევნო წლებისთვის უსურვებ ერთიანობას სიყვარულს და ერთმანეთის მიმართ სიყვარულს და გამტანობას და სიმშვიდეს, მშვიდობას და სიმშვიდეს, ორივეს ერთად. იმიტომ რომ ღმერთის წყალობით ჩვენ გვაქვს მშვიდობა და გრძელვადიანად უნდა შევინარჩუნოთ, რა თქმა უნდა, მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სამწუხაროდ ბოლომდე სიმშვიდე არ არის ადამიანის გულებში, ადამიანების ურთიერთობაში, სხვადასხვა ჯგუფებთან და მე ვისურვებდი რომ უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი ერთიანობა ყოფილიყოს ჩვენს საქართველოს გაუმარჯოს საქართველოს და ჩვენ მოსახლეობას გაუმარჯოს. და ვიდრე დაგემშვიდობებით წინა საახალწლო პერიოდია და ჩვენ არ მოსვლართ თქვენთან საჩუქრის გარეშე. დავიწყებ ამით. ბლოკნოტი ახსენეთ და მოლესკინის ბლოკნოტი საუკუნეების განმავლობაში ამ ბლოკნოტმა ძალიან მნიშვნელოვანი კომერციული ტრანსფორმაცია განიცადა პიკასოდან ვან გოგის ჩათვლით ყველა აქ აკეთებდა საკუთარ ჩანახატებს და დღეს ჰეჯფონდების ხელმძღვანელები საკუთარ ჩანაწერებს აკეთებენ ძალიან საინტერესოა და ეს არის წერეთლისეული ვეფხვის ტყაოსნის ძალიან საინტერესო საკოლექციო უნიკალური გამოცემა რომელშიც არის შესული არაჩვეულებრივი უნიკალური ილუსტრაციები და არის საკოლექციო ღირებულების, იმიტომ რომ აღნუსხული არის უნიკალური ნომრით, ესეც თქვენ ჩვენგან. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს რა თქმა უნდა, როგორც თქვენ თითოეულ არქელს რა თქმა უნდა საჩუქრებით გადმოგცემთ უამრავი არქელია მოსული დღეს და ეს არის ზეიმის საწინა სახალხო ზეიმი და ყველა არქელი ჩვენ საჩუქრებით ვწევთ და თქვენ არქელები არ ახართ, იმედია მალე გახდებით, მაგრამ საჩუქრებს აუცილებლად მიიღებთ და აუცილებლად გადმოგცემთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ.